Იგულისხმება რადიკალურ ცვლილებებში, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა გეგმავს სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში, მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი მისთვის ერთ-ერთი ყველაზე სანდო პირია. თავად ჟურნალისტი და ტელეწამყვანი კი განმარტავს, რომ მესამე პრეზიდენტმა მას პარტიის თავმჯდომარეობა შესთავაზა, თუმცა წინადადებაზე არ დათანხმდა, რადგან მისი განმარტებით პარტიას უკვე შესაბამისი ხელმძღვანელი ჰყავს. მე ვფიქრობ, რომ პარტიას ყავს ძალიან კარგი თავმჯდომარე, ჩემზე ჭკვიანი პოლიტიკურად, ჩემზე გამოცდილი, ჩემზე ლამაზი და შესაბამისად მე მიმაჩნია, რომ თინა თავმჯდომარეობისთვის სწორი კანდიდატია. უბრალოდ აქ არის საუბარი იმაზე, ვის რა როლი ექნება. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების განცხადებით პარტიის შიდა რეფორმისა და განახლებული მიდგომების საჭიროებაზე ბოლო 2 თვეა მიხეილ სააკაშვილთან ერთად მუშაობენ. ისინი პარტიაში სიახლეებს ესალმებიან და თვლიან, რომ ცვლილებები საჭიროა. ერთ დროს პირველი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ ალიანსის დატოვებას არ აპირებენ, რადგან მის თითოეულ წევრს ერთი მიზანი ამოძრავებს. მართლ პარტიაზე გამარჯვება და ქვეყნის დასავლური კურსის გაგრძელება. ნანუკა ჟორჟოლიანი, რა თქმა უნდა, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი შემომატება გამომდინარე იქიდან, რომ ეს ადამიანი ძალიან აქტიური, მას ყავს თავისი გუნდი, მას აქვს თავისი სოციალური კაპიტალი, ამიტომაც ძალიან მივესალმებით ყველა აბსოლუტურად ნაციონალური მოძრაობის წევრი ნანუკა ჟორჟოლიანის შესაძლო შემოერთებას ჩვენს პოლიტიკურ ძალასთან. ჩვენ ალიანსში ვაპირებთ ამ ეტაპზე დარჩენას. თუ სხვა გადაწყვეტილებას მიიღებს ალიანსი, ეს გახდება ცნობილი. ჩვენთვის ტაქტიკური და პრაგმატული მიზეზები, რის გამოც ამ ალიანსში ვართ არ შესულოთ, ჩვენ ვართ წინააღმდეგობაში, ვართ პროტესტში, ისევე როგორც სხვა პოლიტიკური პარტიები, უბრალოდ მნიშვნელოვანი იქნება, რომ პიროვნული თავდასხმები აღარ გაგრძელდეს. ნაციონალურ მოძრაობაში 14 წლის განმავლობაში ყოველთვის იყო განახლება, ყოველთვის ემატებოდნენ ახალი კადრები და ეს მხოლოდ აძლიერებდა ნაციონალურ მოძრაობას. ნანუკას შემოერთება იქნება ახალი სიცოცხლის გახსნა ნაციონალური მოძრაობისთვის. ნებისმიერი ახალი ადამიანი, რომელიც დაემატება ნაციონალურ მოძრაობას, ეს არის ნაციონალური მოძრაობის სიძლიერე. რაც შეეხება ალიანსს, ჩვენი თუ არ ჩვენით, ჩვენ ამასთან დაკავშირებით გვაქვს ჩვენი გაცხადებული პოზიცია და ვთქვით, რომ ვართ ალიანსში. საკითხზე განსხვავებული შეხედულება აქვთ ოპოზიციურ ალიანსში შემავალ სხვა პარტიებს. ფედერალისტების ერთ-ერთი ლიდერი სამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებით არ არსებობს ნაცი და ქოცი საზოგადოებაში მთავარი დაპირისპირება პოლიტიკურ იდენტობებს შორის კი არა თავისუფლებისა და ტოტალიტარული აზროვნების მომხრეებს შორის მიმდინარეობს. ალიანსის წევრების განცხადებით მათ არ იციან, რას აპირებს ნაციონალური მოძრაობა, იქიდან გამომდინარე, რომ პარტია არც ერთ საერთო სხდომასა თუ ღონისძიებაში არ მონაწილეობს. ნაცი და ქოცი არ არსებობს, ორივე იდენტობა რუსების მიერ საზოგადოების დასაბნევათაა მოგონილი. არსებობენ თავისუფალი ადამიანები და ტოტალიტარიზმის ნარჩენები. აღთქმულ მიწამდე მივალთ, როდესაც თავისუფალი ადამიანები ტოტალიტარიზმის ნარჩენებს გადავგლეჯავთ. ანუ ფრონტის გამყოფი ხაზი ფასეულობების ომში იქ არ გადის, სადაც რეჟიმის პროპაგანდა და მას აყოლილი ოპოზიციური მედია ცდილობს გაატაროს. თავისუფლების გამარჯვების გზა ამ მოგონილი იდენტობების გადაჯეგვაზე გადის. ის ფორმალურად არის ამ ეტაპზე, იმიტომ რომ მისი გადაწყვეტილებაა, რომ მონაწილეობა არ მიიღოს ალიანსის საქმიანობაში. ალიანსი ხო არ არის ფურცლის ორგანიზაცია, თუმცა არსებობს ფურცელზეც, მაგრამ თუ რეალობაში რაც ხდება, იმაში მონაწილეობას არ იღებ, არ დადიხარ სხდომებზე, არ იღებ საქმიანობაში მონაწილეობას და გადაწყვეტილების მიღებაში, არც მიტინგის და დემონსტრაციის ორგანიზებაში, მაშინ არის ეს წევრობა. თუ ამას თulit წევრობად, მაშინ არის. ოპოზიციურ პარტიებში მოსალოდნელ ან დაგეგმილ ცვლილებებსა და დაპირისპირებას მმართველი გუნდიც ეხმიანება. ხელისუფლება თვლის, რომ ოპოზიციური ძალების ჭიდილი უსაფუძვლოა, რადგან მათ მიერ არჩეული გზით სვლის შემთხვევაში პარტიებს განვითარების შესაძლებლობა არ აქვთ. ახალი ვიხილეთ სააკაშვილის განცხადებებში და მას სააკაშვილთან დაკავშირებით რაც სიახლე გვაქვს, ეს არის ორი რეალური სიახლე, რაც დავინახეთ. ეს არის ვარცხნილობა, რომელიც ცოტა უცნაური იროკეზის ვარცხნილობა და ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელიც ყოველთვის ისედაც ნაციონალობის ერთ-ერთ შემადგენელ რაღაცა მექანიზმად განიხილებოდა. იგივე ძველი გრძელდება, რა სააკაშვილის ჩვენ ნახეთ, იგივე სააკაშვილი, უბრალოდ ახლა ბერიკეტები არა აქვს, რომ იმოქმედოს იმავე მეთოდით, როგორც მოქმედებდა. მე პირადად მივესალმები სულ აი ამ რევოლუციებს იძახიან და რევოლუცია გააკეთონ თავიანთ პარტიაში. რამდენჯერ უნდა იმდენჯერაც. მოიყვანონ ახალი ტოპტვინები. კავტოი ნანუკა ყავთ ამჯერად მოწვეული და გონია რომ ფერიფერსაო ნათქვამია და ზუსტად ერთი-ერთში არიან. და კიდევ ერთხელ შეეშვან რა ამ ქვეყანას.
აგერ შიგნით თავის პარტიაში, კოლექტიურ ნაცმოძრაობაში იმ 8-იანში, 9-იანში თუ რაც არის, იმაში ატარონ ეს რევოლუციები და შიგნით და იქ დაკავდნენ ამ რევოლუციური სცენარებით. ამ ქვეყანას გაანებონ თავი. ოპოზიციაში დაპირისპირებას ჯერჯერობით ბოლო არ უჩანს, დათმობენ თუ არა ოპოზიციური ლიდერები თავიანთ ამბიციებს და რაიმე გადაწყვეტილებაზე შეჯერდებიან. ამ კითხვაზე პასუხი ჯერ კიდევ უცნობია.